ძალიან გამეცინა, როდესაც აი ხა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ აიო ზელენსკიო რა კაციაო, რომ ნაცვლად იმისაო, რომ ჩვენთან დაერეკაო და გარკვეოდაო საქმეში დადის და ახლა ევროპაშიო ტირის და ჩვენ საწინააღმდეგო ალიანსს ქმნისო რა. ანუ ეს არის ჩვეულები ის რაც ჩვენ ქართულ კულტურაში და ნებისმიერ გავს ნორმალურ ადამიანურ კულტურებში ჩვეულებრივი ამბავია და ცოტა ნათამაშებია ძალიან კარგად იცოდნენ ხა ბაიდენის პიმშორვარი და დიპსტეიტის პიმშორვარი და ეხა რა თქმა უნდა მაგრამ მან არის მეორე იციან კარგად კაცო ეხანდელმა ამერიკელებმა მაგრამ მაინც ხაზი გაუსვა ანუ ხაზგასმა მოხდა და ხო გარდა ამისა ჩვენ უკრაინა ჩვენა ორი კარგი მაგალითი პირველ მაგალითზე შენ თქვი რომ აი რა ხდება როდესაც შენს ქვეყანას იყენებ სხვების პოლიტიკურ თამაშისთვის რაც გააკეთა ზელენსკიმ რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა როდესაც ანუ 2008 წელს გამოიყენა საქართველოს ოღონდ მაშინდელი რესპუბლიკელების ადმინისტრაციის რაღაც იდეებისთვის ახლა დემოკრატების იდეებისთვის გააკეთა მილიტარისტების იდეებისთვის თუ შენს ქვეყანას იყენებ ღებულობ მსგავს რაღაცა ჩვენ გაგვიმართლა რომ მაშინ ყველაფერი მარემორჩა და მსგავს კატასტროფაზე არ გადაიზარდა და მეორე მაგალითი იცი რა არის საქართველოს მაგალითი ჩვენ არ ჩავებით ამ საქციელში ხო ჩვენ არა ეს ჩავა რა აი მე მაინც ჩვენთან ხალხი მართლა ვერ ხვდება ჩვენ რეალ დრას გადავურჩეთ რა კიდევ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა რა რომ არის ძალიან ისეთი კარგი ისტორიული პრაქტიკა რომ ხალხი რომლებიც თვითონ არ ომობენ ხოლმე ხო ისინი განსაკუთრებული მილიტარიზმით გამოირჩევიან აბა ეს არის აი ესტონეთი აი ხა მაგალითად უკრაინელების უდიდესი ნაწილი რომელიც უცხოეთში არის უფრო მილიტარისტია ვიდრე ის ხალხი რომელიც არიან ოღონდ ჩამოსვლა არ უნდა არა რა თქმა უნდა იქედან უნდა და ის აი ერთი ძალიან ჩვენი იმიგრანტების რევოლუციას რო გაჰკივიან ქართველი NGO ქალების უმრავლესობის თემაც ხო ეგ არის რომ ხო იცის რომ მათ არ მოუწევთ ომი და კიდევ ერთი დეტალია ევროპაში ალბათ ისიც არის პრობლემა რომ ევროპა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამერიკა იცავდა და როგორც ჩანს ევროპამ მართლა დაიჯერა რომ მათ რო არ მოუწევდათ ომი ეს რაღაცნაირად პრობლემა არ იყო, იმიტომ რომ დღეს ვნახულობდი რომ ერთი ევროპარლამენტარი ამბობდა რომ აი ჩვენთან 720 ევროპარლამენტთან 500 მოითხოვს ომის გაგრძელებასო. ხო ეს ევროპარლამენტი აშკარად. არა, ანუ მოსაფიქრებელია რა შეიძლება გაკეთდეს მაგრამ ანუ თქვენ ხო ხვდებით რომ აი ანუ ევროპას რომელიც თვითონ არ ომობს, თვითონ არ ეხმარება და ფაქტიურად უკრაინელების ანუ უკრაინელი ჯარისკაცების და ამერიკული შეარაღების ხარჯზე მიმდინარეობს ეს ომი უნდა ომის გაგრძელება. ხო ამერიკულ შეერაღებას რაც ქვია ძალიან მკაფიოდ ითქვა რომ მიყიდვასაც აღარ აპირებენ. ანუ არამს თუ ჩუქებას და დახმარებას არ არის. მიყიდვას. კიდევ ერთ საინტერესო დეტალს დავამატებ. რესურსების თემა ყველაზე საცილო რო ხა ტრამპი რამბობს. იცი ვის დაწყებულია? ზელენსკი. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე გადააგდოთ. ხო და არა, ხო ზელენსკი ჯერათ ხო, ანუ ზელენსკი ხო ეგრეა, რომ აი პიარისთვის, აი რაღაცა აი ესეთი აი რაღაცნაირი აი მაგარი იდეების ეს შეკულება რომ ჩამოუტანა ფინანსთა მინისტრმა. ეძინა. ეძინა თუ რა შევა, მაგრამ ურაცხყოფელი ქმედება იყო ზელენსკის მხრიდან. აქ მთავარი რა არის, რომ ზელენსკი, რომელიც არის ადამიანი, რომელიც მარტო პიარზე არის ორიენტირებული, ეს არის ჩაოლებური რაღაცა ჰობიტი არაკაცი, ამ ადამიანმა თქვა ერთწუთიანი პიარისთვის, რომ ის მზად იყო ამერიკის დახმარების გამო, გადაეცა მასთვის მართლაც უკრაინის უმდიდრესი წიაღისეული. ისე მოხდა, რომ ამერიკაში არის ახლა ხელისუფლება, რომელიც მსგავს რაღაცებს აუცილებლად ჩაებღაუჭება.